შემოგვერთდა საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. დილამშვიდობისა მამა იაკობ. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ქრისტეს ღმერთად აღიარება. საინტერესო ალბათ მეც უფრო გასაგებად, ჩვენთვის გასაგებად დაწვრილებით თქვენ გვეტყვით ამასთან დაკავშირებით. იყვნენ ალბათ ადამიანები ბუნებრივია იმ პერიოდშიც, როდესაც ქრისტე განკაცდა და დედამიწაზე მოღვაწეობდა, რომლებიც აღიარებდნენ მის ღმერთობას და ასევე არ აღიარებდნენ. აი რა შეიძლება ვთქვათ, რომ გავიხსენოთ და ვუთხრათ და შევახსენოთ მაყურებელს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორი იყო მათი ცხოვრება და ჯეროდა თუ არ ჯეროდათ ქრისტეს განკაცების შემდეგ მისი ღმერთობის. მადლობა კითხვისთვის. ქრისტეს სამქვეყნიური მოღვაწეობა ისევე ხასიათდება როგორც ჩვეულებრივი ადამიანის მოღვაწეობა, რას გულისხმობ ახლა დავაკონკრეტებ. ჩვენ როდესაც ახლობელი ადამიანი საზოგადო მოღვაწე იქნება თუ უშუალო ჩვენი ახლო პიროვნება, ოჯახის წევრი, მეგობარი ან სხვა, როდესაც გარდაიცვალება ზოგადად ადამიანი, მისი სიტყვის, მისი საქმის, მისი წინასწარ რაღაც ნაუწყები, ასე ვთქვათ, სწავლების თუ ინფორმაციის გააზრება ხდება მოგვიანებით. დიახ. ამიტომ ქრისტეს შემთხვევაშიც იგივე მოხდა, რომ როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა, ძალიან ბევრი რამ ახსენდებათ მერე მოციქულებს. ძალიან ბევრ რამეს იგონებენ, ბევრ პარალელებს, ასე ვთქვათ, აკავშირებენ. და ასე ვთქვათ, მერე ხდება იმ ყველაფრის გააზრება, რომელიც დღევანდელი, ასე ვთქვათ, მოცემულობით ჩვენ მოგვეცა ახალ აღთქმისეულ სწავლებაში. ჩვენ ახლა როდესაც გადავშლით წმინდა წერილს, ეპისტოლებს, პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. ანუ ქრისტე მიიღო ადამიანური ბუნება და განკაცდა ღმერთი. მაგრამ აი ეს ისტორიული კონტექსტი, როდესაც ქრისტე განკაცდა და მოღვაწეობდა, ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი რამ იყო, ასე ვთქვათ, გასარკვევი. ვინ არის ქრისტე? პირველი კითხვა არის ესეთი, ხო? აი, როდესაც კონკრეტდება, რომ ქრისტე არის მესია, ანუ იეშუა, ხსნელი, მერე კიდევ სხვა კითხვა ჩნდება. ანუ ჩვენ ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცით პავლე მოციქულის ეპისტოლი, არ გვაქვს ნახადაგები ეს ეპისტოლარული სახით ქრისტე მოღვაწეობს, გვსმენია რომ ის განკურნებს ადამიანებს, ძლიერია საქმითა და სიტყვითა, სხვათა შორის ამას ჯვარცმის შემდეგ ამბობენ მოციქულები, რომელი იგი იყო ძლიერი საქმითა და სიტყვითა. მაგრამ აი ესეც არ არის ისეთი მახასიათებელი, შეიძლება ითქვას, ძლიერება საქმითა და სიტყვით, რომელიც ჩვენ დაგვაკონკრეტებინებს და გაგვაგებინებს იმას, რომ ქრისტე არის ღმერთი. იმიტომ რომ ძლიერი საქმითა და სიტყვითა იყო ძალიან ბევრი მართალი ადამიანი, ბევრი წინასწარმეტყველი, ძლიერი იყო აბრაამიც თავისი საქმით და სიტყვით, ძლიერი იყო ესაიაც, იერემიას და სხვაებიც, ეზეკიელი, მაგრამ ღმერთები ბუნებრივია ისინი არ ყოფილან, ანუ არ განკაცებულან როგორც ღმერთი. ამიტომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. როდესაც მე ასეთი მოღვაწეები მინახავს და ქრისტესგანაც ვხედავ დაუშვათ სასწაულს აღსრულებულს, ქრისტეს წინასწარმეტყველებს, როგორც ესაია, როგორ უნდა გავიგო, რომ ქრისტე არის ღმერთი? ეს ძალიან ისეთი კითხვა არის. კიდევ ერთხელ ამბობ, ვიცით რომ მესია. აი ეს მესიაც კიდე ისე იყო გაგებული იმ დროისათვის, რომ ბევრი წახნაგი ქონდა ამ გაგება. შეიძლება მესია გავიგო დაუშვათ სამედიცინო თვალსაზრისით, რომ მე მიშველის და გადამარჩენს ანატომიურად, როდესაც რაღაც მტკივა ამას განკურნავს. სხვათა შორის ეს ფუნქცია ძველი აღთვის მღვდლებს ჰქონდათ, როდესაც ადამიანი კეთრით იყო დაავადებული, ქრისტე პირდაპირ ეუბნება განკურნებულს, რომ წარვე და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და მღვდელი თუ დასტურებდა, რომ ის განკურნებულია, ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა. იგი წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქიდან იყო გარიყული, გეოგრაფიულად დაშორებული და სადაც კეთროვანთა სამყოფელი იყო, იქ იმყოფებოდა. ასე რომ აი რისგან მიხსნის ქრისტე ანატომიურად დაუშვათ დიაგნოზს დამისვამს, რომ კეთროვანი აღარ ვარ, თუ პოლიტიკურად გადამარჩენს, იმიტომ რომ რომის იმპერიას ვყავართ დაპყრობილი ჩვენ, თუ კიდევ სხვა მხსნელი უნდა გავიგო ამაში, რომ დაუშვათ სულიერად გვიხსნის იგი. აი ეს კითხვები ქრისტეს მოღვაწეობის დროს ბუნებრივია ჩნდებოდა და აი ეს პოლიტიკური მხსნელობა ძალიან მოდური და აქტუალური იყო მაშინ. ჩვენ ვიცით ქრისტეს მოღვაწეობის დროს, ქრისტეს მოღვაწეობამდე იყო ესეთი პიროვნება ბარ კოჰემი, ბარ კოხბა, სხვა ესე ამბობს, ანუ ის ასე ვთქვათ პოლიტიკური მოძრაობის მოთავე იყო,
რომელიც მთელ ისრაელს აღუთქვამდა, რომ რომის იმპერიის ტყვეობიდან გაათავისუფლებდა. იუდა, ანუ არა ისკარიოტელი, არა ქრისტეს დამოწაფებული, არამედ სხვა იუდა შეიძლება ითქვას, როგორც გიორგია გავრცელებული საქართველოში და რომელიმე სხვა დავითი, დაუშვათ ასეთი გავრცელებული სახელი იყო იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, ანუ 12-თაგან უკვე 2 იუდა როდესაც არის, ჩვენ ვიცით რომ მიგვანიშნებს ის იმაზე რომ ფართოდ გავრცელებული სახელია. ასევე სხვა იუდა არის ნახსენები, იუდა, თევდა, ეს უკვე საქმე მოციქულთაშია ახსენებული, რომ ეს ადამიანებიც მსგავსი მესიანობით, ანუ პოლიტიკური გადამრჩენელობით და ამ სლოგანით იყო ცნობილი საზოგადოება შეიძლება ითქვას. და როდესაც მე მესმის მხსნელი, შეიძლება გავაიგიო ამ პოლიტიკურ მხსნელთან. როდესაც მესმის მესია, რომელ მესიაზეა საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ. აი ეს მინიშნებები მესიასთან დაკავშირებით, კი არათუ მინიშნება, არამედ როგორც მამები განმარტავენ, ეს არის პროტოევანგელური უწყება, ანუ სახარებამდე სასიხარულო უწყება, რომ ღმერთი დაიბადება, ნახეთ, დაიბადება ქალწულისაგან, ესაია ამბობს ამას, ანუ წინასწარმეტყველებს. აჰა, ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, ქალწულისაგან იშვება. და მისი სახელი იქნება ემანუელი, რაც ნიშნავს თარგმანებით ღმერთის ჩვენთან მყოფობას. აი ეს უკვე სხვა მოცემულობაა. მაგრამ არის ის ქრისტე, ვიზეც ესაია წინასწარმეტყველებდა. გესმით, რამდენი ასე ვთქვათ, სულიერი თუ ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ლაბირინთი არსებობდა. აი ამას, როდესაც ამ კონტექსტს გავიაზრებთ, ამის ფონზე აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმურია კითხვა მარკოს მახარებლის მიერ გაჟღერებული, რომელიც იხსენებს მარკოზის სახარებაში მოწაფეთა შორის არსებულ დიალოგს ქრისტესთან დაკავშირებით, ვინ არის ესე? ვინ არის ეს? ანუ სანამ სულიწმიდის მადლი მოეფინებოდა მოციქულებს, სანამ ისინი სამოციქულო მოღვაწეობა შეუდგებოდნენ, იქამდე იყო მოსამზადებელი, ანუ წინა მოსამზადებელი პერიოდი საამისოდ, სამოციქულო ღვაწლისათვის და სანამ ეს სტატუსი ექნებოდათ მოციქული, იქამდე იყვნენ მოწაფეები და მოწაფეებს, ანუ 12-თა შორის არსებობს დილემა და კითხვა, ვინ არის ეს, ანუ ქრისტე, რომელსაც ემორჩილება სტიქია, რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას. აი ეს სწავლება, სახარებისეული, არა ჰიპოთეზა, დაუშვათ, არა რაღაცა ეგზეგეტური წიაღსვლა, არამედ კონკრეტული ჭეშმარიტი უწყება მახარებლის მიერ ნაუწყები და სხვა მრავალი კიდევ ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიცით სახარება არ არის აუცილებელი ღრმა განმარტების შესწავლა. რა თქმა უნდა, ისეც კარგია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ზედაპირზეც კი ჩანს ეს კითხვები, როდესაც სახარებას ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობით, თუ რა პრობლემა იყო და რა ისტორიული კონტექსტი განაპირობებდა ამ პრობლემების შექმნას. ბუნებრივია, თავად მოწაფეებს უნდა ერწმუნათ, ხომ, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მაგრამ არ იყო ეს ადვილი. მე მინდა მოციქულთა ღვაწლი წარმოვაჩინო ამით და თუ რაოდენ დიდი გმირობა იყო ქრისტეს მოღვაწეობის დროს ქრისტეში ღმერთის დანახვა. ეს არის მთავარი და არა მათი დაკნინება, დაუშვათ რომ მათ ეს კითხვა ჰქონდათ. ეს კითხვა ჩვენ გვანუგეშებს პირიქით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი უნდა გაჩნდეს ალბათ. გაჩნდეს და ეს კითხვები ეხლაც აქტუალურია. და ამ კითხვებთან მიმართებაში აქტუალური, ასე ვთქვათ, განმარტება და ფიქრი ჩემში პირადად განაპირობა იმან, რომ მრევლის წევრები, ეკლესიაში მყოფი ადამიანებიც მსგავს კითხვებს აჟღერებენ. დიახ. რომ არის თუ არა ქრისტე ღმერთი, მომიგوارებს თუ არა პრობლემას, დაუოჯახებელი ვარ და დაოჯახდები თუ არა, რომ დაოჯახდი, შვილიერი ვიქნები თუ არა, ღმერთი ამ პრობლემას მომიგوارებს თუ არა. და აი, ნახეთ როგორი დამოკიდებულება ადამიანი ყოველთვის ღმერთის ძლიერებას პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გარემოებასთან ან პირად ოჯახურ მდგომარეობასთან აკავშირებს. ისრაელიერი ფიქრობს, რომ თუ კი ღმერთი გამიძღვება როგორც ალამი, ანუ როგორც ასე ვთქვათ, საბრძოლო დროშა წინ და დაამარცხებს ჩემს მტერს, ესე იგი ჩემი ღმერთი ღმერთთა შორის რეიტინგში პირველია. იმიტომ რომ პოლითეიზმი არის იმ დროს, ეგვიპტეს მისი ღმერთი ყავს, ისრაელს მისი ღმერთი ყავს, რომელია ჭეშმარიტი ღმერთი წყდება იმით, ვინც მოიგებს ბრძოლას. და ჩვენ რა თქმა უნდა ამ დროში აღარ ვართ. ანუ მე თუ ნაკლები სამედიცინო დახმარება და ჩარევა დამჭირდება და ამ პრობლემას ღმერთი მომიგوارებს, მე ვტკიცდები რწმენაში. თუ მე კარგად ვცხოვრობ მეტნაკლებად, მაგრამ პრობლემა მაქვს, მე მიჩნდება კითხვა ღმერთთან, ღმერთო, რატომ არ მიჩნდება დაუშვათ შვილი? რატომ გარდაიცვალა მამაჩემი?
და ასე შემდეგ. ეს კითხვები თუ კი ღმერთი არსებობს, ასევე ღმერთთან მიმართებაში ჟღერდება. და აი ეს კითხვები ჩვენ გვაფიქრებს ძალიან ბევრ რამეზე. დღევანდელ დღემდე ამის თქმა მინდა. ეს არ არის უბრალოდ გააყენებული თემა, რომ მარკოზის სახარება გავიხსენოთ და თურმე მოციქულებს ოდესღად მოწაფეობის პერიოდში ქონდათ ეს კითხვა და ჩვენ ამას ვიხსენებთ. არა, რადგან ქრისტე ღმერთია, ქრისტესთან მიმართებაში გუშინ დღეს და ხვალ არ არსებობს. იმიტომ რომ ღმერთი ქრისტე ნიშნავს ღმერთს და ღმერთი დროზე აღმატებულია. პავლე მოციქული ამბობს იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგი თავადი არის უკუნისამდე. აი ეს დროითი კატეგორია, დროითი შემოსაზღვრულობა არსებობს ჩვენთვის და არა ღმერთისათვის. ამიტომ იგი უცვალებელია. შეიძლება მე დავბერდე, გავჭაღარავდე, ნაოჭები გამისდეს, მე გარდავიცვალო, იქამდე პატარა ვიყავი, მაგრამ ღმერთი უცვალებელია. აქედან შეიძლება ყოფილიყო მამა იაკობ თქვა, თან წარმოადგენდა თუ არა რაიმე საშიშროებას ან საფრთხეს ქრისტეს ღვთაებრიობა, ასე ვთქვათ, და როგორ პასუხობდა ეკლესია ერესებს. ესეც საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა და პირველი პრობლემა რა თქმა უნდა იყო ის, რომ ღმერთი განკაცდა და მე არ ვიცი რომ ღმერთი ჩემ გვერდითაა. ამას რომ თავი დავანავე, წარმოიდგინეთ, დავუშვათ მინდა ინგლისური ენის შესწავლა და საუკეთესო სპეციალისტი არის ჩემ ფაკულტეტზე, ჩემ გვერდით და მე დავემოწაფე სხვას. სხვისგან ვისწავლე ინგლისური, ცუდი გამოთქმით, ცუდი გრამატიკით, არა, ასე ვთქვათ, იმ აკადემიურ დონეზე, როგორც უნდა მესწავლა. გადის წლები და ხვდები, რომ მე ცუდ მასწავლებელთან გავატარე წლები და ვერ ვისწავლე ენა სათანადოდ. და ეს არის პრობლემა. და თქვენ წარმოიდგინეთ სულიერი თვალსაზრისით რამხელა პრობლემაა ეს, როდესაც ღმერთი იყო ჩემ გვერდით, განკაცებული იყო და ვერ ვხედავდი რომ ღმერთთან უნდა მქონოდა ახლო ურთიერთობა და ვაცვი ღმერთი ჯვარს, რაც ლონგინოს ასისთავის ცხოვრებაში გამოვლინდა და ასევე სახარებაში არის ნაუწყები და ვინც მე ჯვარს მივალურსმნე, მე მივხვდი რომ ის ღმერთია. თუმცა არც ეხლა აგვიან, იმიტომ რომ ღმერთი მოწყალეა და ვამბობ რომ ჭეშმარიტად ზეღმრთისა იყო კაცი ეს. ეს რამხელა პიროვნული ტრაგედია და მით უმეტეს სამწვალებლობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. რაოდენ დიდი გაუკუღმართება, როდესაც ღმერთთან მიმართებაში სხვა წარმოდგენას მიქმნის ადამიანი. ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში მიქმნის სხვა წარმოდგენას. აი მაგალითად მეუბნება რომ ღმერთმა ასე ვთქვათ მოიცვა ადამიანური ბუნება და მოჩვენებითად მიიღო ადამიანური სახე და როდესაც ჯვარს ეცვა, მას ტკივილი არ განუცდია. ეს არის ტყუილი ღმერთთან მიმართებაში. ამიტომ თუ მე ეს დავიჯერე სწავლებლური სწავლება, რა თქმა უნდა ღმერთთან მიმართებაში გამოდის რომ ღმერთის მიერ გაჟღერებული სიტყვები მწყურის, ღმერთო ამარიდე სასმისი, ელოი ელოი ლამა საბაქთანი, ღმერთო ღმერთო ჩემო რა ისათვის დამიტევე მე, როდესაც მან როგორც ადამიანმა ტკივილით წარმოთქვა სიტყვები ყოფილა თვალთმაქცობა, როგორც მოციქულები ამბობენ, როგორც წმინდანები ამბობენ, ნუ იყოფინ, ანუ ნურასოდეს ნუ წარმოვიდგენ ჩვენ ასე. ამიტომ ეს ძალიან დიდი საცდურია, როდესაც ასეთი რამ პარალელურად არსებობდა. და რა იყო ამის მიზეზი? პირველი ის რომ ამპარტაუნება მე ასე ვთქვათ, მაგ პრეტენზია იმის, რომ ჩემი გონება და ჩემ გონებაში მომწიფებული აზრი ამოწურავს საღვთო საიდუმლოებას და მე ამას ზეპირსიტყვიერად გავაჟღერებ თავით თვისით, ანუ უშუალოდ ჩემი ნიჭიერების სხვა ხარჯზე და არ ვიღებ ყურად საღვთო სწავლებას. ყველა დოგმატური სწავლება არის სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი. როდესაც რომელიმე ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიმე საეკლესიო კრებაზე, პირველ, მეორე თუ სხვა დანარჩენ კრებებზე, ასე ვთქვათ, იყო დადგენილი საღვთისმეტყველო სწავლების თვალსაზრისით, აი ესე იბეჭდებოდა, შეიძლება ვთქვა ეს სწავლება, ჯერ უჩნდა სულსა, წმინდასა და ჩვენსა. ნახეთ როგორი სიტყვები, ანუ ღმერთმა მიიჩნია ასე და ჩვენ ვემორჩილებით ღმერთს. ეს ახალ აღთქმისეული სინამდვილეა და ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველი ამბობს, ამა სიტყვის უფალი. ანუ მე კი არ მოვდივარ და გეუბნებით რომ ქალწულისაგან იშება ღმერთი და მისი სახელი იქნება ღმერთის ჩვენთან ყოფობა, ანუ ემანუელი. არამედ ღმერთმა მითხრა რომ იქნება ასე. გესმით, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ღმერთს და არა ესაიას, იერემიას, ეზეკიელს და სხვას. ამიტომ აი ეს კითხვა მე ისე იმეს მინდა დაუბრუნდე, რაც დასაწყისში ვახსენეთ, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით და ჩვენ ეს ახლა ვიცით. პავლე მოციქული ამბობს, რომ
ყრმათაცა ეზიარა ხორცითა. პეტრე მოციქული ამბობს, რომ ხადაგა სულთა საპყრობილეში. მაგრამ ეს დღევანდელი მოცემულობა და კიდევ უფრო ვიაზრებთ ამ ფონზე, ამ ისტორიულ ფონზე, რაოდენ დიდი წყალობა, როდესაც გიდასტურებს მოციქული. თავთა მოციქულები, პეტრე და პავლე გეუბნება, რომ ქრისტე ღმერთია. ეს დილემა, ეს კითხვის ნიშნები, ეს ასე ვთქვათ, გაუკუღმართების საცდური ჩვენში აღარ არსებობს. თუ წმინდა წერილს მე დავემოწაფები, თუ მე მას წავიკითხავ და გავეცნობი. ამიტომ ამ თემაზე საუბარი, ამ ღირსებითი კატეგორიით უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის ძალიან დიდი წყალობა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კითხვა. მე მინდა სხვა მაგალითები გავიხსენო წმინდა წერილიდან, როდესაც კითხვები ჩნდება. ქრისტესთან მიმართებაში, აი მაგალითად, მოღვაწეობის ბოლოს იოანე წინასწარმეტყველი წარაგზავნის მის პირად მოციქულებს, რომლებიც მისი მოწამეობის შემდეგ ემოწაფებიან ქრისტეს და ეუბნება ესეთ სიტყვებს, შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდეთ. და არის ერთ-ერთი განმარტება, რომ თვითონ იოანე წინასწარმეტყველს ჰქონდა, ასე ვთქვათ, კითხვა, რომ ვისაც მე ცხოვრება მიუძღვენი, ვიზეც ვქადაგებდი განმზადენით გზანი უბლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი, ვის გამოც ასე ვთქვათ მე მთელი ცხოვრება ვქადაგებდი, მართლა მესიაა თუ არა? ეს არის ერთი განმარტება, ერთ-ერთი მოსაზრება, კერძო აზრი, რომ მას სიკვდილის წინ საპყრობილეში მარტო დარჩენილს ჰქონდა ესეთი ბრძოლა. მაგრამ არსებობს მეორე განმარტება, რომ იოანე ისეთი განმტკიცებული იყო სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, რომ მას ასეთი კითხვის ნიშნები არ ჰქონდა. ეს კითხვა, ამ კითხვის გაჟღერება ემსახურებოდა მოწაფეების განმტკიცებას და როდესაც მოწაფეებმა მოისმინეს ქრისტესაგან დასტური და დამოწმება, რომ ის არის ღმერთი, მაგრამ არა იმ პასუხით, რომ დიახ მე განკაცებული ღმერთი ვარ, არამედ ხე ნაყოფით იცნობა, ეს პრინციპი იოანესგან მოდიოდა. ყოველი ხე, ასე ვთქვათ, იოანემ გააჟღერა და ამ, ასე ვთქვათ, სწავლების ავტორი თავადვე მათი მოძღვარი იყო. ხე, რომელიც კეთილნაყოფს არ გამოიღებს, მოიკვეთება და ცეცხლზე დაიდება. ეს პრინციპი ძალიან ნაცნობია იოანეს მოწაფეებისთვის, ამიტომ გლახაკებს ეხარების ქრისტე ამბობს და სნეულნი ვლენან და აი ეს არის ჩემი მოღვაწეობის ნაყოფი, ირიბად ამას ეუბნება. ესე იგი, ეს იმ აღმატებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს, რომელიც სხვაობს ელიას მოღვაწეობისგან, რომელმაც დაუშვათ ქვრივის ზე აღადგინა, სხვაობს ეზეკიელის მოღვაწეობისგან, სხვაობს ესაიას მოღვაწეობისგან და ამით იმდენად გაზრდილი იყო იოანეს მოწაფეები და მომზადებულები იყვნენ სულიერად, აი ამ პასუხით ისინი განმტკიცდნენ სარწმუნოებაში და მოწაფეებს რომ ეს ჭირდებოდათ, ამაზე მეტყველებს ის, რომ იოანეს თავის კვეთის შემდეგ ისინი ხდებიან ქრისტეს მოწაფეები. ანუ რეალურად მეორე ეგზეგეტიკა, მეორე გაჟღერებული აზრი, რომ არა იოანეს, არამედ მის მოწაფეებს ჭირდებოდათ ამისი, ასე ვთქვათ, დადასტურება, ეს უფრო მართებულია სახარებისეულ სწავლების თანახმად. მეორე, როდესაც იოსების ძეები, ქრისტეს ძმებად წოდებულები ეუბნებიან მოციქულებთან ერთად ქრისტეს, რომ ადი იერუსალიმში და შენი თავი განუცხადე ერს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ერს ჭირდება, რა თქმა უნდა, ქრისტეს განცხადება, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ მათაც ჭირდებათ რწმენაში განმტკიცება. ამიტომ იაკობ, აი აქ ჩნდება კითხვა, რომ რამდენად საკმარისი არის, რომ მე ვაღიარო იესო ქრისტეთ და არის თუ არა, ვთქვათ, ცალკე ის, რომ მე მივიღო იგი როგორც მოძღვარი და მისი სწავლებები გავითვალისწინო, მისი ცხოვრება. ძალიან კარგი კითხვა. არამართმედებლური სწავლების თანახმად არის ესეთი სწავლება, რომ თავარია რომ ქრისტე ღმერთად ვაღიარო და მე უკვე ცხოვნებული ვარ და თავარია მისი აღიარება იყოს ადამიანის მხრიდან. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად ამ აღიარებას მოყვება ღვაწლი, საკუთარი თავის უარყოფა და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი. აი ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი არის სხვადასხვა საფეხურის მქონე. სხვა პასუხისმგებლობა აქვს ერის ადამიანს, სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სასულიერო პირებს. როდესაც ქრისტეს შეურაცხყოფენ, როდესაც ქრისტეს უსამართლო მსჯავრს განუჩინებენ, როდესაც ქრისტე ჯვარცმისათვის გაიმეტეს. ესაია წინასწარმეტყველი წინასწარ ამბობდა, რომ როგორც ცხვარი კლვად მიიგრებოდა, ვითარცა ცხვარი კლვად მიიგوارა და უხმობელი ესრეთ არ აღაღებს პირსათვის, ანუ კრავივით შეიწირა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია
მასზე მოძალადეებს. ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი, რაც კაცობრიობის ისტორიაში შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანის, ასე ვთქვათ, ღვაწლი. როდესაც დაუშვათ სიკვდილი მიესაჯა სოკრატეს, მოისყიდა მისმა მოწაფეებმა საკნისმცველები და ჰქონდათ მასთან სიკვდილის წინ დიალოგი და ღირსეული პასუხი იყო დაუშვათ სოკრატეს მხრიდან, მაგრამ ქრისტე რა მაგალითად ჩვენ გვაძლევს, აი ამ მაგალითზე ყველაზე მეტად და ყველაზე ნათლად ამბობს მინდა წერილი ისევ დავით მეფსალმუნის ფსალმუნი მინდა გავიხსენო ამ ღვაწლთან დაკავშირებით საოცრად არის ნათარგმნი ამის ანუ შენ გავიწროვებდნენ შენ ჯვარცმას ცდილობდნენ დავით მეფსალმუნის ასე ვთქვათ შინაარსი ფსალმუნის არის ეს ვითარცა ძაღლნი გარემო გადგეშენ კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი და რა არის ქრისტეს პასუხი ამ ყველაფერზე ამისთვის მაღლად მოიქეც ანუ აი ეს არის ყველაზე დიდი სულგრძელების მაგალითი გვაჩვენე ჩვენ და ეს არის სახთო მოქმედება შეიძლება ითქვას, როდესაც მე ასე მავიწროვებენ, როდესაც ასეთი კრიტიკულია ჩემი ყოფა. მე ასეთი სულგრძელება შემიძლია გამოვავლინო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ღმერთი ვარ. ადამიანს ასეთი სულგრძელების და მიტევების და მიუტევება მამაო რამე თუ არაიციან რასა იქმან ამის თქმა ადამიანს არ შეუძლია, იმიტომ რომ მე რამოდენიმე წუთი და წამი მაგ დარჩენილი, ჩემი ანატომიური ბიორესურსი ამოწურულია, უსამართლოდ მომექცა ყველა, მკლავენ, ცინიკურად, ყველაზე უკანასკნელი სასჯელი და მე მას მიუტევებ. გესმით ეს რა მდგომარეობაა? ამიტომ ამისთვის მაღლად მოიქეც არის ყველაზე დიდი სიტყვები, რაც აი ამ წინადადებაშია გადმოცემული ქრისტეს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მამა იაკობ, აი სოფიომ წეგან გაამახვილა ყურადღება საფრთხეებზე და ამ კუთხით რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ. კვლავ საუბარი ამ საკითხზე. იმ სიკეთესთან, რეალობასთან ერთად, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რაც მოჰყვა ქრისტეს განკაცებას საზოგადოებისთვის. პარალელურად ხომ არ გაჩნდა საზოგადოებაში პრობლემა და საფრთხე მათი აზროვნების კუთხით და რას გულისხმობ. აი როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი თანამედროვე ადამიანების სხვები, ბევრი ადამიანი ძალიან კარგად ცხოვრობს. მათ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ. ეს ხომ არ აჩენდა სხვა ადამიანებში ისეთ განცდას, რომ მოდი მე არაფერს გავაკეთებ, ჯანმრთელობის კუთხით ღმერთი დამეხმარება, ღმერთი გამაკეთებინებს ამ საქმეს. ამ კუთხით ხომ არ ჩნდებოდა ადამიანების აზროვნებაში პრობლემა, რომელიც შეიძლება დღესაც ჩვენს რეალობაში არსებობდეს. ხომ ეს პრობლემა? მე ღმერთს დაველოდები, ხელს არ გავანძრევ და ის გამიკეთებს საქმეს. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ადამიანის ინტელექტი განაპირობებს გარკვეულწილად ღმერთისადმი მის შეხედულებას. არის პრიმიტიული შეხედულებები. აი მაგალითად, სხვარი დაუპირდი ღმერთს და თუ სხვარი არ შევწირე, მე პრობლემა შემექმნება. ნახეთ როგორი მომენტია. დაუშვათ ჩვენ ვართ ახალ გაცნობილი თანამშრომლები და უახლოეს მომავალში არის თქვენი დაბადების დღე. მე არ გიცნობ თქვენ სათანადოდ. გაჩუქეთ საჩუქარი დაბადების დღეზე და ეს საჩუქარი არის აბსოლუტურად ისეთი რამ, რაც თქვენ სფეროს და თქვენ ინტერესს არ უკავშირდება. ეს შეცდომა დაუშვი იმის გამო, რომ მე არასათანადოდ გიცნობ თქვენ. სწორედ იგივე არის აი ღმერთთან მიმართებაში ცხვრის შეწირვაც. მე მიმაჩნია რომ ღმერთი ითხოვს ჩემგან ცხვარს. და ამიტომ დავუპირდი ღმერთს ამის შეწირვა. და ღმერთს რა უნდა ჩემგან? გული შემოსრული და სული შემოსრული ღმერთთან არა შეურაცხყოს. აი ეს პრიმიტიული წარმოდგენა კიდევ ანტიკურ პერიოდშიც არსებობს თუ ფილოსოფიურად განვიხილავთ. აი თუ ადამიანს ნახავთ, რომელსაც აქვს ხატვის ნიჭი. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ესეთ მაგალითს იგაურ სახეს წარმოაჩენს, მაგრამ აქვს სმენის პრობლემა. ბუნებრივია პრიმიტიული შეხედულებით ვიფიქრებ ასე რომ ღმერთმა მას მისცა ხატვის ნიჭი, მაგრამ სანაცვლოდ მისგან წაიღო სმენის, ასე ვთქვათ, ნიჭი, ანუ ჯანმრთელობა. ამიტომ ეს არის პრიმიტიული შეხედულებები და არ უნდა ვიხემძღვანელოთ ამით, რომ თუ ის კარგად არის, აბა ღმერთი სად არის და მე რომ ღმერთი მახსოვს, რატომ ვავიწყდები ღმერთს? ამიტომ, როდესაც იყო ღელვა ნავზე მოციქულები ეუბნებიან უფალო არ აიღუწია რამე თუ წავწყდებით ჩვენ ანუ შენ უზრუნველი ხარ ღმერთო გძინავს ჩვენი პრობლემების პარალელურად ნახეთ ქრისტე არის მათი მოძღვარი დაღლილი არის ჩაძინებული ნავში ამოვარდება ღელვა და მოციქულები ეუბნებიან რომ შენ მოგანდეთ მთელი ცხოვრება კი მართალია დიდი ქონება არ მქონდა ერთი ნავი მქონდა და რამოდენიმე ბადე და ვთევზაობდი მაგრამ რასაც მეუბნები იმას ვაკეთებ მოყვები შენ
და შენ ამ დროს, როდესაც ჩემი სიცოცხლის საფრთხე დგას, გძინავს ღმერთო. რა თქმა უნდა, ისინი ამ კადნიერებას აჟღერებენ იმის გამო, რომ ბოლომდე კიდე არ იციან, რომ ღვთის წინაშე არიან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია, ჩვენ მაინც გვიჩნდება ეს კითხვები, რომ ჩვენი პრობლემის დროს ღმერთს ძინავს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის მამა იაკობ დაგმჩნევებით. საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუნჯირი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.